და საქართველოს. ძალების ვეტერანთა კორპუსის ხელმძღვანელი. ჩვენი თანამებრძოლის სამაგალითო ადამიანის უკრავებაში კარიბჭე შეხსნილის გადავიტო ლაშქარზე. ნამდვილი გმირები ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. საპასუხისგებლო დღე არის და ჩვენ ამ დღემდე მივდიოდით დიდი ხანი და მე მინდა მადლობა გადაუხადო მთავრობას, მუნიციპალიტეტს, ვეტერანთა დეპარტამენტს, რომ ჩვენ მივახციეთ და დღეს ჩვენ ხსნით ბატონი გენო ადამიანს ძეგლი აი ამ გმირთა ალიაში, იმიტომ რომ ბატონი გენო ადამიანს გმირობა ეს ჩემთვის პირადად არის და ჩვენი საზოგადოებისთვის არის კოლექტიური მგვირობა, რომელიც ბატონი გენო თვითონ ასახავს და მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, განსაკუთრებულად ოჯახის წევრებს და ყველა იმ ვეტერანს, მეომარს. გენო ადამიანი იყო პატრიოტი კაცი, რომელმაც მთელი სოხუმის მეომრების შეკრიფა ვაჟკაცი ბიჭები და ყველა დაიყენა გვერდში. ის იყო ჩვენი საიმედო კაცი, რომელიც გვაძლევდა სტიმულს ყველას და მე პირადად კარგად ვისწოდი და მე მახსოვს რომ მან თქვას რომ თუ აფხაზეთი დაიგ თუ სოხუმი დაიგარგა მე სოხუმიდან ცოცხალი არ გავალო. სომდა იყოს მისი და დიდება მის სახელს. ბატონი გენო გავხდათ მაგალითი სამშობლოსათვის თავგანწირის ის არეგულებოდა ოკუპაციას, არეგულებოდა ჩვენი აფხაზეთის დაკარგვას და სწორედ მისი გმირობის გამო მას მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. დიდება მის სახელს, დიდება გმირებს. აფხაზეთიდან თუ ვინმეს ეკუთვნოდა გმირობა და ვინმეს ეკუთვნოდა რომ მისი სახელი უკვდავ ყოფილიყო, ეს იყო გენო ადამია უპირველეს ყოვლისა. და ბუნებრივია აი ასეთ ბიუსტი არაერთი უნდა იდგეს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის პატივის მიგება როგორც გენო ადამიანისთვის, როგორც ეროვნული გმირისთვის, ისე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაიღუპა მისი მეთაურობით სოხუმში. ჩვენთვის მისი ბრიგადის მებრძოლებისთვის გენო იყო ეროვნული გმირი, როცა დაიღუპა იმ დღიდან. უბრალოდ დღეს მოხდა ამ ასე ვთქვათ იმ რეალობის აღსრულება, რომელიც ჩვენ გულში იყო და აქ ძალიან ბევრი არის მის გვერდში მყოფი მეთაურები, მებრძოლები, რომლებიც ბრძოლაშიც მის გვერდით იდგნენ. ეს ადამიანის სიცოცხლეშივე ხალხმა აღიარა გენერლად, სახალხო გენერლად. უზარმაზარი დამსახურება, როცა უკვე მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება, ესეც აუცილებელია რომ აღვნიშნოთ. ეროვნული გმირის წოდება თუ მიენიჭა ჩვენს მეთაურს, ესე იგი მისი ბრიგადა უკვე ძალიან დიდია და ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ჩადენილი აფხაზეთის სამომარ მოქმედებებში. მნიშვნელოვანია ეს ბიუსტი და ბიუსტის გახსნა ჩვენ შეგვიძლია მეომრებმა მოვიდეთ აქ, მივაგოთ პატივი. ძალიან სასიხარულოა ჩვენთან რომ გვერდზე არის მერაბ კოსტავას ბიუსტი. მე ვფიქრობ რომ ახალგაზრდობა ივლის და გენო ადამიანს მაგალითზე სულ იქნებიან სამშობლოს მიმართ პატრიოტულად განწყობილი. გენო არის სიმბოლო. თითოეული მეომრისთვის, თითოეული ჯარისკაცის იმედი და გენო რომ დღეს გენოს ბიუსტი დაიდგა აი აქ ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ბიუსტის გვერდით ეროვნული გმირები. ეს არის არა მარტო გენოა ეროვნული გმირი, არც ყველა ვინც ომობდა აფხაზეთში, ისინი არიან გმირები. გენოციასთან ერთად და მე მინდა ყველას მადლობა გადაუხადო, ვინც მონაწილეობა მიიღო აი ამ პროექტში, აი ამ შესანიშნავ გადაწყვეტილებაში. საქართველოს ყავს ისეთი გამორჩეული მამულიშვილები, რომლებიც დარჩება ჩვენს თაობას. მაგალითად, გენო ადამიანი იყო მამაჩემი და შემდეგ ის იყო ჩემი მეთაური. სამხედრო ლაშქრიდან გარნიზონის მეთაურამდე 2-3 თვე დაჭირდა გენო ადამიანს, რომ 6000-იანი არმია შეექმნა ომის პირობებში.